მოგესალმებით. ამ ვიდეოში შევეცდები განვიხილო დებაგირების პროცესი. თვითონ დებაგირება წარმოადგენს პროგრამის განხილვას, შეცდომების პოვნას და მის აღმოფხვას. პროცესი არის ერთ-ერთი პროგრამირების, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ხოლმე, რომ ხშირად ხდება პროგრამაში შეცდომები და ინსტრუმენტები არის მოყვება ხოლმე პროგრამებს, სადაც ნებისმიერ პროგრამირების ენას აქვს ხოლმე ესეთი ყველას შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ გააჩნია ზოგიერთი კოდი შეიძლება პირდაპირ notepad-ში უწეროთ და ამიტომ გულისხმობ არიან ისეთი პროგრამის ედიტორები, რომლებიც, ედიტორში გულისხმობ მაგალითად STM, CubeIDs, ER Embedded Workbench და სხვა მაგალითად Visual Studio და სხვა პროგრამის გარემოებს, ედიტორებს, რომელთაც აქვს ეს ხელსაწყოები, ხო, დებაგირების ხელსაწყოებს გულისხმობ. დებაგირება, ესე იგი, კოდის განხილვისთვის გვჭირდება. მოდი დავიწყოთ. აქ გავივლი მხოლოდ იმ ძირითად ფუნდამენტურ საკითხებს, რომელიც დებაგირებისთვის გვჭირდება და აღარ გავივლი ყველა ინსტრუმენტს, რაც აქ გვაქვს მაგალითად ჩვენ. მარტივად გეტყვით, მაგალითად მაუსიც რო გააჩეროთ, მარტივად წაიკითხავთ და ისიც მიხვდებით, აქ რაც წერია, გადავალ პირდაპირ ძირითად ნაწილზე. ამ მომენტისთვის შეერთებული მაქვს STM32 ST-Link-ის გზით კომპიუტერთან, პროგრამატორი შეერთებული არის მასზე და ახლა ვნახოთ, მოდი თუ რა ვარიანტი გვაქვს. აქეთ ეს არის უბრალოდ კოდის შემოწმება. შევამოწმეთ კოდი. რაიმე შეცდომები არ დაგვიბეჭდა აქ. ეს არის კოდის ჩაწერა, იმ მწვანე ღილაკი, კოდის ჩაწერა და დებაგირების რეჟიმზე გადასვლა. აი ვნახოთ. თან და ისე გავიაროთ ეს ყველაფერი. მოკლედ, ამ მომენტისთვის კოდის დებაგირების ნაწილზე ვარ გადასული. სტანდარტულად მე მაგალითად გახსნილი მაქვს ის view ნაწილი, ის ხედვის არეალი, რომელიც უფრო ხშირად მჭირდება ხოლმე. ეს არის რეგისტრების, ეს არის ცვლადების და ეს არის ოპერატიული მეხსიერების სამეთვალყურეო ხედვის არეალი. ანუ აქ view-ში შეგიძლიათ აქ memory გამოიტანოთ, შეგიძლიათ ცვლადები გამოიტანოთ, შეგიძლიათ სად არის რეგისტრები გამოიტანოთ და ასე შემდეგ, ხო, რეგისტრების რამდენიმე ფანჯარა შეგვიძლია გავხსნათ, ხო, აქეთ გამოჩნდება აი რეგისტრების 1, რეგისტრების 2 ჩამონათვალი და თუ კი ერთდროულად რამდენიმე რეგისტრი გვინდა რომ ვნახოთ. ხო, ესეც შემიძლია მოხსნა, სადმე ნებისმიერ ადგილზე გადავიტანო, ან დაბლა ჩამოვიტანო, ან სულ ამათ დაბლა, ან მოკლედ ეს თქვენს გემოზეა. აქეთაც მთლიან გარემოში გადავა და ასე შემდეგ. მოკლედ ეს თქვენს გემოზე შეგიძლიათ მოაწყოთ. ახლა დავიწყოთ, აი ესენი რაც დაემატა, როდესაც დებაგირების ნაწილზე გადავედით, ეს არის პირველი step over. Step over ნიშნავს, რომ პროგრამის იმ ინსტრუქციებს, რომელიც კოდში მიწერია, ისე გაივლის, რომ მათში არ შევა. არ შევაში იგულისხმება, რომ ჩვენ შეიძლება კოდში ვიყენებდეთ ფუნქციებს, ეს რაღაც სხვა კოდი არის, ჩვენ ჯერ არ ვიცით, მაგრამ მნიშვნელობა ამას არ აქვს. თავარი არის, რომ ეს პროცესი გავიგოთ, გავიაზროთ. ანუ ახლა კოდი გაჩერებული არის, ჩაწერილი არის, თუმცა არ არის გაშვებული საბოლოოდ, ხო? გაშვებული არის, უბრალოდ დაპაუზებული არის main ფუნქციასთან. აი ამ ღილაკის საშუალებით სათითაო გამოტოვებით, ანუ გადადის შემდეგ ბრძანებაზე, ანუ ახლა აქ ფუნქცია მეწერა და ეს ფუნქცია შეასრულა, მასში ძალიან ბევრი რაღაცები წერია კიდევ და ეს ყველაფერი გამოტოვა, მოდი ხელახალს რო გავაკეთოთ და აქაც შემეძლო, მაგრამ მოდი ხელახალს გავაკეთოთ და ვნახოთ მეორე გამოტოვების გარეშე როგორ ხდება. პირველი, ესე იგი იყო ჩვენი ბრძანებების გავლა, ისე რომ შესრულდეს და მასში არ შევიდეს. აი აქეთ step into-ს თუ დავაწვევი, აი მეორეს ოთხკუთხედი step into, მაუსიც რო გავაჩეროთ, აწერია ხოლმე წარწერები, step into ბრძანება, ნახეთ, შევედი რაღაც ფუნქციაში, შევასრულე ესენი, ნახე მაგალითად ვეძებ, რომ ყველაფერი სწორად ჩაიწერა, კიდევ ახალ ფუნქციაში შევიდა და მაგალითად აქედან აქ ვიპოვე, ხო, დაუშვათ შეცდომა და აღარ მინდა რომ აი აქეთ რაღაც ფუნქციაში კიდევ შევიდე. ასეთ შემთხვევაში ეს არის step out-ი. Step out-ი ნიშნავს ფუნქციიდან გამოსვლას, ანუ ფაქტიურად return-ამდე მიდის, step return-ი ქვია STM CubeID-ში. დავაწვევი ამას და გამოვიდა ამ ფუნქციიდან, აი აქ ვიყავი შესული და გადმოხდა აი შემდეგ ნაბიჯზე. აღარ მინდა ესენი რომ გავიარო სათითაოდ, ან თუნდაც ესეც შემიძლია, ხო, რომ არ შევიდეს ფუნქციებში.
აი მოდი მივიდეთ რომელიმე ფუნქციამდე თუ მიწერია კიდევ აქეთ, ხო, არა, გამოვიდა. კიდევ გამოვიდეთ და აი აქეთ მივედით ახალ ფუნქციამდე, ხო, ეს არის ჩვენი main კოდი. თუ მინდა რომ არ შევიდე მასში, გამოვტოვებ, ანუ შესრულდება ყველაფერი, გააკეთა ყველაფერი რაც მის შიგნით წერია და გამოვიდა ახალ ბრძანებაზე. კიდევ ახალ ბრძანებაზე გადავა, ხოლო step into შევა მასში და მასში არსებულ ბრძანებებს სათითაოდ გაივლის. მე თუ დავაწევი ახლა step out ნიშნავს იმას, რომ ანუ იმ ფუნქციაში ახლა სადაც ვიმყოფები, ეს არის main ფუნქცია, ხო, მთავარი ფუნქცია, ამის ზემოთ აღარ არის რაიმე სხვა ფუნქცია, ასე რომ აქ გაჩერდება კოდი. მაგრამ კიდევ ერთ-ერთი მომენტი, რომელიც არის სასურველ ადგილზე კოდის გაჩერება, აი მაგალითად მინდა რომ აქამდე მოვიდეს ჩემი კოდი, ხო? აი აქამდე მოვიდეს მაგალითად. ეს დავუკეთე. აქ არის ახლა ამ მომენტისთვის ის არის გვიჩვენებს, სადაც არის ჩვენი კოდი. აი აქ ისე გამოტოვოს ყველაფერი, რომ მოვიდეს აი აქ break point-თან. მე თუ ახლა step out-ს დავაწვევი, გადმოხდება ავტომატურად აი აქ ჩემს break point-ამდე. აქ უბრალოდ ისეთი რაღაცა მიწერია, რომ რეალურად ჩემს STM მიკროკონტროლერზე GPIO-A-ის მეორე პინზე ისეთი რაღაც მოწყობილება უნდა იყოს დაერთებული, რომელიც სიგნალს გამოუგზავნის და თუ ნოლიანი მოდის, მაშინ ჩაციკლური რჩება, ხოლო თუ დადებით რაიმე რიცხვი, მაშინ გამოვიდეს. შესაბამისად, აქ რამდენჯერაც არ უნდა დავაწვე, წესით შეამოწმებს ამ ინფორმაციას, აი რაღაც ფუნქციაში შედის, ხო? აი აქ ამ ფუნქციაში შედის და უყურებს ხო არ შეიცვალა რაიმე GPIO პინზე. თუ ერთიანი ხო არ გახდა. მოკლედ, ესე არ გახდება, მოდი მე ისეთ რაღაცას გავაკეთებ, რომ ხელით გავწერ value ცვლადის მნიშვნელობას, აი აქ თუნდაც pin data-ს შევცვლი და ერთიანს გავხდი, რომ გამოვიდეთ while ციკლიდან. enter-ს დავაწვევი. და აი აქ უკვე გამოვედი. delay-ში რომ შევიდე, delay აქ რა რიცხვით წერია, იმდენჯერ ჩაციკლავს ჩვენს კოდს და ესეც სათითაოდ რო არ გავიაროთ, მაგალითად, აი მინდა რომ აქ გადმოხდეს ამის შემდეგ ჩემი კოდი. ისევ step out-ით გადმოხდება იმ ადგილზე, სადაც breakpoint-ს დავსვავთ. ასევე აქაც მიწერია რაღაც მოკლედ ფუნქცია. მოდი ამ ფუნქციაში შევალ ახლა. აი ეს არის ეს ფუნქცია და აი მინდა რომ აქამდე მოვიდეს ჩემი კოდი, ხო? აი აქ გაჩერდეს. ან აი მოდი აქ დავსვავ ამ breakpoints. ისევ დავბრუნდები აქეთ წესით, ანუ მე თუ დავაწვევი step out-ს, ხო? ამის შემდეგ აღარაფერი აღარ არის და main ფუნქცია უნდა დაასრულოს. თუმცა სადღაც ამ ფუნქციებში რადგანაც breakpoint-ი მაქვს, breakpoint-ი მივადა სასურველი ფუნქციის სასურველ ადგილზეც გაჩერდება. ანუ ამაშიც არ ვარ შეზღუდულები. მოკლედ, აქ iar-ით სულ ეს არის, რაც დაგჭირდება ხოლმე. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ დავაკვირდეთ მეხსიერებას, მაგალითად, რომელიმე ადგილზე, მაგალითად 0x, აქ მქონდა გამოტანილი ოპერატიული მეხსიერებს, ეს არის გადმოწერილი მაქვს უკვე manual reference-ი, ჩვენი STM32-ის, memories-ზე რო გადავალთ და ბასის არქიტექტურაზე. აქ წერია flash-ის საზღვრები, საიდან სადამდე არის და ასევე ზემოთ იწერება ოპერატიულის, აი ეს არის ოპერატიული მეხსიერების, ხო? აი აქედან აქამდე არის ჩვენი static random access memory, ამ დიაპაზონში არის ეს. ამას განვიხილავ, რატომ არის აქამდე და როგორ არის და რატომ სრულდება აქ. ეს დამოკიდებულია მის ზომაზე და ასე შემდეგ. მოდი უბრალოდ ავიღებ და ამას დავაკოპირებ და უბრალოდ აი თუ მინდა ხოლმე რომ სასურველი ადგილი შევამოწმო მეხსიერებაში ოპერატიულში რა ხდება. Enter-ს დავაწვევი, აი აქეთ გადმოვედი და აქეთ წერია ესეთი რიცხვები. ხო, აი ამის ზემოთ არაფერი არ წერია, არ ვიცი ეს რის იმის ამართია, შეგიძლიათ manual reference-ში მოძებნოთ. აქედან იწყება ოპერატიული მეხსიერება, სადღაც სხვა ადგილამდე. ხო, აი აქეთ ეს რაღაც წარწერები შეგხვდა, აი ნახეთ მე ცვლადები ზოგადად მეხსიერებაში იწერება, ეს არის მე მგონი ამ ცვლადის ტექსტი, აი სადღაც მეწერა character ტიპის, აი აქეთ მეწერა უფრო სწორად, აი ეს წარწერა წერია. მე თუ დააკვირდებით, ოპერატიულში ნახეთ როგორ არის ჩაწერილი, აი ეს სიმბოლოები რაღაც რიცხვებად. მოკლედ ახლა ეს არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მთავარი ის არის, რომ მოვძებნოთ ხოლმე ჩვენთვის სასურველი ადგილი კოდში, რომელიც ისე არ მუშაობს, როგორც გვინდა რომ მუშაობდეს. ეს არის
უკვე გაჩერება დებაგირების რეჟიმი, კოდი გადაწერილია STM-ში, გაჩერდა და უკვე დამოუკიდებლად შეგვიძლია მოხსნათ კომპიუტერიდან, გადავიტანოთ ნებისმიერ ადგილზე და იმუშავებს ისე, როგორი კოდიც დავწერეთ მასში. ისევ გადმოვიდეთ ახლა STM-კუბ ID-ზე, დავბრუნდეთ, აქ მიწერია ძველი წინაზე დაწერილი კოდი, LED-ნათურის ციმციმი, რომელიც შეშენებული არის STM32-ში. აქ გეტყვით, რომ მარჯვენა ღილაკით პროექტზე დააწვევით, შემდეგ debug as debug configuration-ში უნდა გადახვიდეთ debugger. აქ დააკვირდით, რომ აი ესე იყოს ST-ლინკი მითითებული, შეერთებული თუ გაქვთ, აი ესეც გამოჩნდება და აქ უნდა მოვუნიშნოთ ეს ნიშანი, აი ესე შეიძლება დაგხვდეთ და ეს მონიშნეთ, რომ ST-ლინკი იყოს, ST-ლინკით მოხდეს დებაგირება. დებაგს დავაწვევი, ნახოთ ახლა გადავიდეთ დებაგირების რეჟიმზე და აქ რაც დაგვემატება. მთხოვს ამ გარემო ამ დიზაინზე გადასვლას, მოკლედ. აქ შემიძლია აი მაგალითად window, show window და ის ასურველი მაგალითად რეგისტრები გამოვიტანო აი აქეთ, ესენი არიან ჩემი რეგისტრები, ასევე window-ში, show-ში გამოვაჩინოთ memory, აი მოვძებნოთ memory browser-ი, აი აქ არის ეს, მოდი აქ იგივე რაღაცას გავხსნი, რომელიც აქ წერია. წინაზე რაც ეწერა, აქ შეიძლება ცოტა სხვანაირად ჩანდეს ეს ყველაფერი, რომელ მისამართზე იყო. აქ აღარ მაქვს ეს გახსნილი. ხო, აქეთ შეიძლება სხვა ტიპის სიმბოლოები, ანუ რეალურად მაინც ჰექსები იგულისხმება თითოეულ მისამართზე, ხო? ჰექსებს ვიყენებ ხოლმე მისამართებისთვის გადასანომრად. მოკლედ, აქ ოპერატიულზე ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია გადავიდეთ, აქვე ნებისმიერი მისამართი შეგვიძლია გავხსნათ, რეგისტრის და ვნახოთ. სათითაოდ ახლა წინაზე ჰქონდა step into, რომელიც სათითაოდ გადიოდა კოდის ყველა ნაწილს, ანუ ახლა ეს აქამდე აქ იყო, ეს ნაწილი შესრულდა. მოდი აი ვნახოთ აქ წესით RCC HBN enable register-ზე ჩაწერა ერთიანი მეორე ბიტზე. რეალურად ეს ჩვენ ვიცით, რომ წინა ვიდეოდან ნახოთ RCC, ჯერ აი აქეთ არის RCC. ეს RCC იყო, RCC ჩამოვშალოთ და მოვძებნოთ AHB1 enable register. აი აქ ჩაწერა ეს ერთიანი ზუსტად ამ ბრძანებამ. ასევე GPIO-ს მოვძებნოთ, ახლა მომავალში რაც მოხდება. mode register-ზე უნდა ჩაიწეროს მე-13-ზე, ანუ 26 ბიტზე, აქ რომელიც გვიწერია, ჯერ ერთიანებისგან გასუფთავდეს, ანუ ნოლიანები ჩაიწეროს მასში და შემდეგ უკვე ერთიანი ჩაიწეროს 26 რეგისტრზე, აი აქ. მოდი ვნახოთ, ხო, აი აქ. მოდი ვნახოთ ეს როგორ მოხდება, ანუ step into ჯერ გაასუფთავა და შემდეგ აი გადმოიტანა და ესე გჭირდება ხოლმე დაკვირვება, მაგალითად ზოგჯერ რეგისტრებში რა მოხდება, რა იქნება და ასე შემდეგ. ხო, ცვლადებიც აქვე გვაქვს რეალურად და ჩვენს ფუნქციაში, რადგანაც ცვლადი არ გვაქვს გამოყენებული, ამიტომ არ ჩანს აქ რაიმე ცვლადი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ცვლადი delay ფუნქციაში და ასევე ხო, აი აქაც გვაქვს value. მოდი step into-თ ისევე შევიდეთ ამ ფუნქციაში. და აქ დავემატა pin და value ცვლადები, რომელიც შეგვიძლია live რეჟიმში ვნახოთ კონკრეტულად ამ მომენტში რა მნიშვნელობით სანი არიან. როდესაც შევედი ამ ფუნქციაში, აი აქ ეს აქამდე მკრთალი იყო და ეხლა უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ღილაკი. ეს ღილაკი არის ფუნქციიდან გამოსვლისთვის, ანუ მე თუ ამას დავაწვევი, main ფუნქციიდან გამოსვლის საშუალებას აღარ მაძლევს. ისევ რომ შევიდე, ანუ აქ step over-ი, კიდევ მოდი გავიაროთ, step over-იც იგივე იყო, რაც ER-embedded workbench-ში ჰქონდა. წესით step into უნდა შევიდეს delay ფუნქციაში და აი ეს სანამ არ დასრულდება, შეასრულოს ყველაფერი, ხოლო step over-ი გადაახტება ისე რომ შეასრულებს ამ ყველაფერს და მე გადავა ახალ ბრძანებაზე. ისე რომ მასში არ შევა. კიდევ რაც ჰქონდა ეს არის breakpoint-ები, breakpoint-ი ორჯერ უნდა დავაწვეთ, აქ, ხოლო ER-ის შემთხვევაში ერთხელ იყო, ნებისმიერ ადგილზე ვაწვებოდით, ან მარჯვენა ღილაკით და add breakpoint-ი შეგვეძლო დაგვემატებინა. აქაც მსგავსად add breakpoint-ით შეგვიძლია დავამატოთ და ასე შემდეგ. აი აქ დავსვი ახლა breakpoint-ი, აი ამას თუ დავაწვევი, resume
ეს მივა breakpoint-ამდე. აი, ზუსტად იქამდე მოვიდა. მოდი, ახლა ამ ყველაფერს, ახლა ხელახლა ამას მოვხსნი, ისევ ორჯერ კლიკით, აი, მინდა რომ აქამდე მოვიდეს კოდი და მანამდე არსებული რაღაცები გაიაროს, აქაც არის breakpoint-ი, როგორც ჩანს, ხო? მარტო ერთი breakpoint-ი დავწერეთ. მე თუ breakpoint-ს ვაწვევი, უბრალოდ ჩემი გარემოს ვიზუალიზაცია გადავა იქით. ის არ ნიშნავს, რომ აქამდე ყველაფერი შეასრულა. კურსორი ისევ იქ დარჩა, უბრალოდ კოდმა გადამიყვანა ამ breakpoint-თან. მოდი, ეს არის დასტოპება და ხელახლა გაშვება. დებაგირების რეჟიმის. დაველოდოთ. დავბრუნდით, ესე იგი ისევ დებაგირების გარემოზე, მოდით თუნდაც ისევ ის რეგისტრები ვნახოთ, mode registry და აი აქ თუ დავაწვევით ამას, ეს ყველაფერი შესრულდა, ყველაფერი გაიარა და მოვიდა იმ ადგილამდე, სადაც გვაქვს breakpoint. მოკლედ ეს იქნება ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტები, რომელსაც გამოვიყენებთ. შეგახსენებთ, რომ window show-ში შეგვიძლია გამოვიტანოთ სასურველი პერიფერიალის იქნება თუ ცვლადის თუ ნებისმიერი რაღაცის ინფორმაცია, რომელიც აქვს მაგალითად ამ გარემოს STM-Cube ID-ს ჩაშენებული. რომ ნახოთ, ანუ აქ memory აქ იყო, აქ ნახეთ, ხო, ეს რიცხვები ისედაც აი memory-ს სივრცე აქედან იწყება და აი memory-ს რო ვნახოთ მაგალითად სასურველი მისამართი, ხო? ესეც არის ხოლმე საჭირო ზოგჯერ რომ გავიგოთ ეს ყველაფერი. მოკლედ, სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო. ამ მომენტისთვის დებაგირება გავიარეთ, შემდეგი იქნება უკვე კიდევ ერთი თეორიული ახსნა, როგორ მუშაობს STM32-ის მიკროპროცესორში არსებული პერიფერიალები, როგორ უკავშირდებიან პროცესორთან და რა არის ბასები და კლოკი, რასაც იყენებს ინფორმაციის გასაგზავნად პერიფერიალებს შორის პროცესორი. ახლა გავაჩერებთ, აგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.